Алло. Დიახ. დიახ, სერ, დიახ. დიახ, გავამკაცრებთ აუცილებლად, გავამკაცრებთ ზომებს აუცილებლად. დიახ, არა, აღარ გამოუშვებთ ესე აღარ გამოუშვებთ, გავამკაცრებთ. მაგრამ რა მექნა, აბა რა მექნა? მინისტრი იყო და რა ვიცოდი იმ სათვალეებს თუ მოიპარავდა რა. კარგით, არა, აუცილებლად. დიახ, გავამკაცრებთ. კარგით, ნახვამდის. მობრძანდით. ისა რაღაცა მინდა გთხოვოთ ისა ბოდიში ერთი მოდი. შენ რამდენი ხნით მიდიხარ ძმაო? მე მივდივარ 5 წლით. მე 1 წლით მიდივარ და ჯერ მე მივალ რა მაშინ რა ყორო. გამარჯობა. ეს ამერიკაში მივბრძანდებით. რა მიზნით მიბრძანდებით? იცით რა არის ბავშვი სწავლობს ჩემი იქ ნუ ეხლა წავიდა ბიჭია ახალგაზრდა უნივერსიტეტში ჩააბარა და რაღაცა უმაიმუნია იქ არ ვიცი ეხლა დაარეკეს რაღაცა და რექტორმა დაიბარა მშობელი და უნდა ჩავიდე. აჰა. ოხერი. კარგით და რა მაინტერესებს რამდენი ხნით გინდათ წასვლა აი რამდენი ხნიანი ვიზა გინდათ? გინაცვალ თქვენ ჩამირტყი და მე გადავიდე და მე ეხლა მე ჩემი პრობლემაა რამდენი რა არის იცი ეხლა იქ რომ დარჩეთ მე რომ აღარ დაბრუნდეთ სამშობლოში ესე ეხლა დარჩენას რაც შეეხება მე შეიძლება დავრჩე 1 თვე 2 თვე 10 წელი აი 50 წელი მაგრამ მე რომ მოკვდები აქ უნდა დავიმარო გამჩენი არა ვარ აქ უნდა დავიმარხო დატოვეთ საბუთები დატოვეთ და კარგით დაგიბარებთ მე დაგირეკავთ დიახ, რას გეკითხებოდით და მე მაქვს რუსეთის 2 ცალი ვიზა. აჰა. და ამერიკის 1 ვიზაში გამიცვლით? ამერიკის 1 ვიზაში როგორ არ გაგიცვლით, კაცო, რა პრობლემაა მომეცით? აუ, პასპორტი არ არის და ჩათვლის წიგნა კი არის. შეიძლება? კი, უკეთესიც არის. დიახ. უკეთესიც არის? ის მაინტერესებს. მე როდის შემიძლია რომ წავიდე ამერიკაში? თქვენ უკვე ჩარტმული გაქვთ ვიზა, შეგიძლიათ ხვალვე წახვიდეთ ამერიკაში. არ არის პრობლემა არის. ხო, ზაზა, მე ვარ. ხო, ვალი მინდა დაგიბრუნო. ხო. კი, ზეგ მოგიტან ვალს, კი. კარგი. შემდეგი. უღმესი მადლობა, ბატონო კონსულ რომ მე თქვენ მომეცით საშუალება რათა მე დავბრუნდე ჩემს სამშობლოში. ჩემს მშობლიურ სამშობლოში გერმანიაში. დიდი მადლობა რომ მე ვიხილავ ჩემს მშობლიურ ბავარიას. ერთი წუთი. ეს არა, ეს ამერიკის საელჩოა, გენაცვალე ამერიკის საელჩოა და გერმანიაში. ამერიკის პორტუგალია. რა პრობლემაა? Thank you, დიდი მადლობა რომ მე თქვენ მომეცით საშუალება რათა მე დავბრუნდე ჩემს მშობლიურ ამერიკაში, ჩემს მშობლიურ მიჩიგანის შტატში. დიდი მადლობა. იცით რა არის? იცით რა არის? მე თქვენ ვიზას არ მოგცემთ. აფერისტი ხართ და იმედო. როგორ მეკადრებათ? მე პატრიოტი ვარ. იცით რა არის? ამერიკის პატრიოტი. მე ამერიკელი ვარ, მეც ვარ ამერიკის პატრიოტი და მე თქვენ ვიზას არ მოგცემთ. პატრიოტი ბრძანდებით? რა თქმა უნდა. და თქვენ ვიზას არ მოგცემთ. არა, არ ჩაგირტყავთ. არა, არ ჩაგირტყავთ. ბატონო კონსულო, გამარჯობა. გამარჯობა. ესე იგი ძალიან სასიხარულო ამბავი შევიტყო, ჩვენს ოჯახში დაიბადა ბავშვი, ამდენი წლის ნანატრი ბიჭი და აი რო არ ჩავიდე ამერიკაში და რო არ ვნახო, არაფრით არ შეიძლება და ჩამირტყით რა ვიზა ძალიან გთხოვთ. კი, მაგრამ თქვენ ვიმბრძანდებით ბავშვის? დედა ვარ მე. დედა ხართ? კი ბატონო, თუ დედა ხართ, ბატონო. მიდი მადლობა. არაფერს არ მომიკითხეთ ბავშვი. შემდეგი შემოვიდეს. ამერიკის ვიზა მჭირდება. ამერიკის ვიზა რატომ მიდიხართ ამერიკაში? დუეტი უნდა ჩავწერო ბრიტნი სპირსთან. ბრიტნი სპირსთან დუეტი უნდა ჩაწეროთ და აქ ვერ ჩაწერთ დუეტებს? იცით რა არის? გიო ხუციშვილთან დავაპირე, ნანი ბრეგვაძესთან დავაპირე, სოსო პავლიაშვილთან, მაგრამ ყველა ვენახშია გასული და ვისთან უნდა ჩავწერო. კი ბატონო, მომიკითხეთ ბრიტნი. შემდეგი. გამარჯობა. ამერიკაში მინდა წასვლა. ამერიკაში გინდა წასვლა. ენა იცით? ინგლისური იცით? არ იცით? აი ეს ციგნი, სხვათა შორის ჩემი ციგნია, მე გამოუშვი ახლა. აი ეს ციგნი იყიდეთ
ისწავლეთ ინგლისური, აი ესე მიყავდა უკვე ესეთი ერთი უკვე გავუშვი, იმას ჩავურტყი, ესე ისწავლით ინგლისურს მობრძანდებით და თქვენს გაგიშვებთ ვერე, არ იქნება პრობლემა. სად შეიძლება ეს წიგნი რო ვიყიდო? ყველგან შეგიძლიათ ჩემთან. თქვენთან. და ისე რა მიზნით მიდიხართ ამერიკაში რა? ამერიკაში მანქანის ყიდვა მინდოდა, ამ რაღაც ამერიკული. რა მანქანა გინდა? კადილაკი მინდა რო ვიყიდო. ანუ ამერიკული მანქანა. ფორდი? ფორდით შეიძლება პრინციპში, რა ის. ფორდით შეიძლება. რომელი წლის მანქანა გინდათ, რომელიც? ესე 94-იანი კადილაკი მინდოდა. 94-იანი ფორდი? ხო, რა ვიცი, შეიძლება. რა ფასში აპირებთ მითხარი? $3600 რო ჩავედი. 7000-ად 94-იანი კაი ფორდი. კი, თან წასვლა არ დაგჭირდება, აქვე კაცო და აზე უნდა იწვალო. კი. რა მაგარია. კი, მე მყავს. შენ ყავს? კი. რა კარგია. გაწყობთ ხო? კი, როგორ არა. კარგი, დამელოდეთ მაშინ და მოვრჩები და აუცილებლად ესე იგი ვიყიდე. ესე იგი თქვენ, ესე იგი კონსულის ნახმარია? კონსულის ნახმარია, ექიმი კონსულის. გამარჯობა. გამარჯობა. დაგნებავთ უკაცრავად. ამერიკის ვიზა მინდა და რა შეიძლება მალე? ესა. ერთი წუთით, ესე უცებ არ ხდება, რაღაც პირობებს უნდა აკმაყოფილებდეთ. სად ცხოვრობთ, სახლი სად გაქვთ? სახლი არა, გამოგდებული ვარ. სახლი არა მაქვს, არა. არა გაქვთ. სად მუშაობთ? არსად არ მუშაობ, მუშევარი ვარ, თან მეზარება. არ მუშაობთ, ცოლშვილი? არა, ცოლშვილი არ მაქვს. გაუშვი. რა სჭამთ, რითი იკვებებით? ესე ძირთადად ურნებში თუ რაღაც იქნება ან თამე შემოწირულობის სახით თუ მაპატეთ, მაგრამ თქვენ ვერ გაგიშვებთ ვერანაირად, ეხლა თქვენ რო გაგიშვათ, იქ დარჩებით და აქ აღარ ჩამოხვალთ. ბატონო? იქ დარჩებით და აქ აღარ ჩამოხვალთ. შემომხედეთ, გევარ ეხლა მე ისეთ ადამიანს რომ სან მე დავჩე? არა, რო გათავხედით ეხლა თქვენ და რო რა გამარჯობა. გამარჯობა. ვიზა. ერთი წალი. ერთი წალი ვიზა. პირველად მივდივარ ამერიკაში თან პირველად და პირველად მივდიხართ ამერიკაში. ხო, აი ესე ნერვიულო. კი, მაგრამ აქ რომ წერია რომ უკვე იყავით 2 წლის წინ ამერიკაში? ის სხვა კონსული იყო. თქვენი კონსულობის დროს პირველად მივდივარ. უიცით, ვერ გაგეშოთ, თქვენ დეპორტი გაქვთ, გამოგდებული ხართ ამერიკიდან. ღირსი ვარ კიდევაც. ღირსი ვიყავი. თვალი კაცო წვიმაში. დანა მოვიღე, გაუშალე, ვაგინე. ღირსი, აი ზუსტად მაგითო მივდივარ. მაგითო რატო? ბოდიში უნდა მოუხადო. ბოდიში უნდა მოუხადო. კი ბატონო, მაგრამ ნუ აი რამდენი ხნით გინდათ მაინც წასვლა? რა მაინტერესებს ცით აი წვრილმან ქურდობაზე. სასჯელი რამდენი წელია? წვრილმან ქურდობაზე 3-4 წელი. 4 ჩაწერეთ მაინც. კარგი, არ არის პრობლემა. ბატონო, მიბრძანდით. დიდად მადლობელი ვარ. შემდეგი სკეჩი დაიწყეთ, როდემდე ვიყო ესე.